ეხა მოგიყვებით რა ხდება. Ahora ღირსება შევინიჩვენოთ, ღირსება. I have to go. Can you little bit faster? ამაგვიანეს ამოხრება, მაგრამ რა ვხარ, ღირსებას ხო არ დავკარგოთ. არა, თვითონ ეხა შემიძლია ამას ვეჩხუბო, მაგრამ არა. უნდა შევამოწმო მაინც ანაკარები და ამჯერა და უკვე 5 წუთი გამაჩერეს. არა ჩქარებს. გადავიდე შეამოწმო თუ ვერ შევამოწმეთ. Sorry გვინდა, მაგრამ რა ვქნათ ყველა თავის საქმეს აკეთებს, და ჩვენ როგორ გვეჩქარება ახლა. წავიდეთ და მოგიყვებით. რა მოხდა და ცოტა ახლა უნდა მივიდე იმ ადგილას, ცოტა 5 წუთი მაგ დარჩენილი და შეიძლება ვერ მოვასწრო. ბროკერი მიგზავნის რაღაც პროგრამებს, იმეებს, აქინა დისპეჩერი, აქეთ ვერ ვასწრებ, აქეთ გზა. აი ამ დროს უკვე როგორ უნდა მოიქცეთ ღირსეულად. ეხლა მე შემიძლია ვაგინო იმ ბროკერს, ვაგინო იმ დისპეჩერს, იმიტომ რომ ხო ხედავ მეჩქარება. მანქანა მიმყავს, აქეთ იქ ვიღაცა წითელია, იქ პოლიციელია, მაგრამ ამ დროს გირეკავენ და ტვინს At the next light, use the right 2 lanes to turn right onto the Arizona 303 Loop South ramp. და ამ დროს მე დავიწყო ეხლა მე და თქვა რომ აი ნერვები მაქვს მოშინე. At the light, use the right 2 lanes to turn right onto the Arizona 303 Loop South ramp. გინება დავიწყო და ჰაი ჰუი, იმიტომ მართალი ვარ, როგორ შემაწუხეს, მაგრამ ამასობაში შეიძლება. In a quarter mile, merge onto Arizona 303 Loop. რაღაცას დავეჯახო, რაღაცა პრობლემები ქნა, მე თუ დავეჯახე მანქანას გავაფუჭებ, მე რაცა უნდა ვილაპარაკო, მე მართალი ვარ და მე როდესაც ვატარებ და მეჩქარება და ამ დროს მირეკავ და მეუნია ხანეთი ბროკერი, ხან მეორე დისპეჩერი, ხან ვიღაცა იქ მძღოლი რაღაცას აკეთებდა და აი ხლა რომ მივარ, მე ცოტა წყნარად მოგიყვები და იმ სათქმევსაც ბარემ ახან სიტყვა მოიტანა და სიტუაციამ ცოტა ეს დღეები მე გაჩერებული ვიყავი, არ ვლაპარაკობდი ამ თემაზე, მაგრამ მე რო გავაანალიზე, გადავწყვიტე რომ აი კახეთის ამ Continue on Arizona 303 loop for 1.5 miles. საქართველოში რაც ხდებოდა, აი იმაზე მინდა ვილაპარაკო, ჩემი ბურა, ჩემი აზრი გამოთქვა. მოდი ახლა ცოტა დრო მომეცით, ეს ყველაფერი მოვასწრო და მე ჩვენებურად აგერეს მისი კანალს. ცოტა ხან დავწყნადი და მე გავაგრძელოთ საუბარი, არა მეგობრო. სამართი სხვა იმაზე მოიმა შესასვლელი აქედან არის. და აი უკვე რა რიარიაში ვარ და ეხლა 5 კაცი მირეკავს. მენაც უნდა ლაპარაკი, იქ ბროკერი, იქ ისა და აუ არ ემოციებში და ეხლა მე რო დავიწყმა, აქედან შესვლა, მას შეიძლება და ეცე რაღაც ვერ გავიგე, აი კამერია ცოტა სიტუაცია. Exit only, აგური და ესე თუ უნდა დავარტყა. კიდანაში ვერ ხდები. აი ხა ხომ მომედი მისამართზე და აქ აგური წერია და ალბათ მარცხენა მხარეა შესასვლელი და მარჯვენა. ისონაში ვადეს რეაქტიული სირო დაფრინავე. აი ყველაფერი ერთად მომაწვა და ეხლა მე რო გავბრაზდე, აუ ნერვები მაგვეშლილი და ჰაი ჰუი. ესე იგი შესასვლელი ალბათ exit only, ალბათ აქით ამხარეს. ხო, ალბათ ასე შემოვა. ხო, სწორია ეს კი. Access, okay. როგორ ვამბობთ მეგობრებო, თავარია სიმშვიდე და შევინარჩუნოთ ღირსება. იმიტომ რომ ეხლა მე რო ავირიო და გინება დავიწყო სახე შემეცვალოს. იქნება ლამაზი. აი, ჩემ ბავშვებიც, მაგათ ჩემ ბავშვებს რო ვსდიხონმე, ხო? რო ვსდიდი პატარები რო იყო, ყოველთვის ვეუბნებოდი. აი, რო გაბრაზდებოდნენ, მომქონდა ხოლმე სარკე. და სარკეს ეში ვაჩვენებდი ხოლმე თავიან თავს და ვეუბნებოდი, აი, ნახეთ, შეხედეთ რას გავხართ. როცა გაბრაზებულები ხართ რა. ესე ჩვენ ბავშვებიც გიჩვენებიათ გაბრაზებული ბავშვი სარკეში და არა მარტო ბავშვი, აი ჩვენი თავიც რა. აი რო გაბრაზდები და მე აიღეთ სარკე და ნახეთ რა მდგომარეობაში ხართ. ეხლა მეტყვით რა შუაში ეს და აი ყველაფერი ეს ღირსებას უკავშირებ და ისე ვიდა დავწყნდეთ და მე ყველაფერს მოყვები
და განვიხილოთ ეს თემა. დავაყენე. ყველაფერი რომ მეჩვენებინა ეხლა რამდენი რაღაცა გადავიარე. უბრალოდ ეხლა ვიდეო მაქვს დაწყებული და მე ცოტა დავწყობდეთ და დავიწყოთ ლაპარაკი. გამაგიჯებენ. ზა. ეხლა ცოტა ძალიან მაგარი რეალიაში ვარ, მაგრამ სათქმეს მაინც ვიტყვი რა. ახლა დავიწყეთ ეს ვიდეო. ალბათ 5 წუთში დატვირთავენ და აი ხო წარმოიდგინეთ ბროკერი, დისპეჩერი, აქ სატრანსპორტო ისა, მე იქ წეღარ ამომივიდა, ხო მეჩქარებოდა აქ მოსვლა, უნდა მომესწრო და იქ ორი მძღოლი იყო ინდუსები და ასე ეთქობა მოსწავლე იყო და ვერ აყენებდა რა. დგავარ ახლა ველოდები, ხან წივან, ხან წავა, ადა დიდი ადგილი და ეხლა ხომ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ ველოდები მე მეჩქარება და ზედაც არ შემომხედეს და ეხლა შენ უყურებ ამას, ამ დროს გეჩქარება. იცით ხო, რო არ თავი დროზე რო არ მიხვიდე, რო არ მოხვიდე. და ნუ ავდექი და მიუსიგნალე და ეს ვინც ასწავლე რომ მოვარდა და შენ აქ ვერ ახედავო, მე აქ ვასწავლიო, მოსწავლეს და მე ვთხარი ინდუს. მე მესმის რომ ასწავლე, მაგრამ მე ჩემი დრო მაქვს, მე მეჩქარება და შენ შეგიძლია ცოტა გახვიდე იქ და მე გამიშვა და ავარჯიშე შენი მოსწავლე რამდენი ხანიც გინდა და ხელები დაიქნია და უყურებ და იქნია ხელები და მივიდე და გაწიე მანქანა და მე დავქოკე და წავედი. ეხლა იმ ხელების ქნევაზე მე რომ დამეწყო, ეხლა შენ ვის უბედავ ბიჭო, ინდუსი ვარ, მე ქართველი ვარ, ჩემ ღირსებას ხელებს რომ იქნევ და იმას რომ მიკეთებ და ამას რომ მიკეთებ. მე ხო მართალი ვიყავი, ეხლა რომ დავფიქრდეთ, ხო მართალი ვიყავი სიტყვაზე, ხო მეჩქარება, ჩემი გზა არის და ასეთი სივცე იყო. ეხლა უნდა გამოვიდე და ესენი ახლა დადიან და დაყენებას ასწავლის რა და მე დგავარ ველოდები, სულ ცოტა 1-5 წუთი მაინც ველოდებოდი და მე სწრაფ ის რო უთხარი წყნარად მართალი ვარ, ყველანაირად მართალი ვარ, მაგრამ წყნარად რო უთხარი იმან დაიწყო ღრიალი და მე მოვითმინე ჩემი სათქმელი უთხარი, წყნარად უთხარი, არ ვიცი იმან გაიგო თუ არა გაიგო, ყოველ შემთხვევაში გაიგო, წავიდა გაწია მანქანა და მე წავედი და წამოვიდი ჩემს გზაზე და მე ვიდეო ჩავთე უკვე ის და აქაც უკვე დაიმატა აქ კომპიუტერში ის უნდა შეხვიდე, აქ უნდა შეხვიდე, იქიდან ბროკერი მირეკავს და გისავგავარ, იმიტომ რომ გის კი არ ავგავარ, იქითკენ მიდიოდო რომ გის დავსგავსებოდი, მაგრამ სიწყნარით, სიმშვიდეთ, ჩემთვის თავარი იყო მიზანი და მე ჩემი მაინც მოვედი აქა და მოვასწარე აქა და აქ მოვედი ეხლა რომ დავიტვირთო და ყველაფერი კარგად მიდის. კი, მართალია ეხლა ისა და აგერ კიდო თვითნავები დაფრინავენ ეს ასწავლი ეს ნერვოზი მოქმედეს, მაგრამ აი მაგაში ხარ და სიტყვა ღირსეული, ამ ღირსებაზე მინდა ვილაპარაკო და დავაკავშირო ეს ყველაფერი ის რაც აი კახეთში მოხდა ჩვენთან ეს ამბები და იმედი ეხლა მართლია რომ ვილაპარაკო. ხაბითორის ძალიან ის კლიონკის რო არის სიცხე მოდის და ჩა, კარგით მეგობრებო, ეცვა უცბად მოკლედ გეტყვით ჩემ ას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მესიჯები მომივიდა აკაკი, რას ფიქრობ კახეთის ამბავზე, ვის მხარეს ახარ, რა მხარეს ახარ და ცოტა ხანი ვიკავებდი თავს და მე გადავწყვიტე რომ თქვა და აი ესეც დაემთხვა ეხლა ეს დღევანდელი დღე. რა თქმა უნდა, ეხლა ბევრი აზრები იყო, ხო? აი ვენაცვალე იმის მარჯვენას, იმ ქართველი კაცის ამ დროს სხვები იძახიან, არა როგორ შეიძლება ქალზე ხელის და მე არ გაგეცინოთ მეგობრებო. ეხლა ბროკერმა დამირეკა კიდო და მე ვუთხარი, აი მეც აი ამომაწვა უკვე და მე ვუთხარი, უკვე წნარად, აი ერთად ხო წვიტავთ საკითხებს და მე ვუთხარი, აი ყოველ 5 წუთში მომდის მესიჯი. ყოველ 5 წუთში რაღაცას ითხოვენ, ზოგადად იმას ითხოვს. კაცო, მე მძღოლი ვარ თუ ის ამას ვეუბნები წყნარად, მაგრამ ერთი სუნი მაქვს, რომ დისპეჩერმა მითხრა, კაი, აღარ შეგაწუხებთ. აი, ხო მართალი ვარ, ხო, იმიტომ რომ ეხლა მე შემეძლო დამეწყო კარგად თქვენი დედა, თქვენ აი ხა ვინც ღოლები არიან იციან ეხლა რას ამბობენ, მაგრამ რა ვქნა და ესეთი გიჟური მდგომარეობა ამ შემთხვევაში და მეც აი წყნარად შევიკავი თავი და ცოტა კი მომაწვა, მაგრამ აი დაფიქრდით რა ის ყოველ 5 წუთში შენ მანქანა მიყავს, ყოველ 5 წუთში მესიჯი მოგდის. მე უნდა საიზე შეხვიდე. მეუბნები, კაცო, მე ოფისში ვარ თუ მძღოლი ვარ მეთქი. ამისა, ხო, აი, კაი, შეგეშვებით. მან ორი გზა იყო, ხო, მე დღე კარგად ამომიტრიალებინა ყველაფერი
და წყნარად მე თქვა მე წყნარად უთხარ, იმიტომ მე რომ ამომეტრიალებინა ყველაფერი წამოდგენე ჩემი სახე, ჩემი ეხლა წეღანაც ვთქვი, ჩემ ბავშვებს საკეში ჩაიხედე რო ბრაზობ როგორ მოქმედებ, რას გავხარ მეთქი და ნუ ყოველ შემთხვევაში აი მაგალითით ეხლა ნატურალურად ჩვენ ხომ ვამბობთ ნატურალურად და ბუნებრივად რაღაცნაირად მაინც შევინარჩუნე რა. მაგრამ მეორე ხე ფიქრობ ეხლა კი მართალია ყველანაირ მართალია ამოვიდა ხელში, მაგრამ ნუ რას იზა, ნუ ასეთი გარემოება. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი მაგალითით ასეთ ვიცი მაინც გადავლახე, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ. შეიძლება თუ კიდე მომაწვი მე როგორ აფეთქდები და როგორ გამოვხატავ ამ ჩემ უკმაყოფილებას. მაგრამ არა, უნდა გაუძლოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეკლესიური ხალხი, ჩვენ ღმერთის მოყვარული ხალხი ვართ და ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. დავუბრუნდეთ ჩვენ საუბარს, ხო? რას ვამბობდი? ზოგი იმას ამართლებს, ზოგი ამას ამართლებს და მე რო გავაანალიზებ, საერთოდ კონფლიქტი, აი ზოგადად რო ვილაპარაკოთ, როდის იწყება, როდესაც ადამიანი ძნობს რომ მის მიმართ უსამართლოდ იქცევიან და მეორე არის ღირსება. აი ახლა რო usmenდი ამ სხვადასხვა გამოდიან ეს ადამიანები და მე კი უარყოფ, მე ძალადობას უარყოფ, მაგრამ და აი ეს მაგრამ დამაფიქრა და ეს მაგრა ჩემი აზრით და ჩემი არსით არის ღირსება. ეხლა ის ადამიანები რომლებიც იძახიან რომ აი ქარს იმ ახალგაზრდა კაცმა ქორწილი ჩაოშალა იქ ვიღაცა დაასხა, მიასხა, მოასხა და აბა ღირსება არ უნდა დაეცვა და უნდა ავარდნილო და ვენაცვალე მაგის მარჯვენას. ამიტომ სხვა ხალხი იძახის რომ როგორ შეიძლება ქალზე ხელის დარტყმა, ხო? როგორ გინდა მე და გადაიყვანეს მე ხა ეს მიმაჩნია თვითონაება რა გააჭირეს სადმე. ძალიან დიდი ხმაურია რა. მე ეს სიტუაცია მიმაჩნია ჩვეულებრივ ყოფით სიტუაციად, მაგრამ უყურეთ ტელევიზიებმა და ინტერნეტ სივრცეებმა და ამ ისეთი პიარი გააკეთეს, აი თითქოს ქვეყანა დაინგრა და იქ ბევრი ვერსიებია ხო, სხვა თემა არ აქვს რომ გაალაპარაკონ, ან პოლიტიკურზე გადაიყვანეს, ან ზიზღზე გადაიყვანეს და ნუ არის კაკოფონია და საერთო ჯამში მე ამას ვიტყვი რომ ყველა იცავს თავის ღირსებას და ამ ღირსებაზე მინდა საუბარი რომ რა არის ღირსება ახლა რომ დავფიქრდეთ. ღირსება არის, ასე მოკლედ რო ვთქვათ, რაღაცა ღირებულებების მატარებელი ხარ, ჩემი ღირებულებების მატარებელი ვარ და იმ ღირსებას, ჩემ ღირებულებებს თუ ვიღაცა შეეხება, მე იძულებული ვარ უნდა ვიბრძოლო. როგორ რანაირად, რა გზით, ეს უკვე ვერსიებია, მაგრამ ყველაფერი ღირსებას ახლა შეიძლება თქვას ადამიანმა თქვა, შენთვის რაც ღირსეულია, ის ჩემთვის ღირსეული არ არის. აი ხა მაგალითად ეხლა რუსმა რო აი გორკა ხო იძახნე ხა რუსისთვის გორკა ჩვეულებრივი ამბავია, ქართველისთვის ეს ნორმალური არაა, მაგრამ ღირსება ამის გულისთვის ეხლა ატეხო ერთი ამბავი და დაამტრიო და მთელი ამბები ატეხო და რა მოიგი ამით, ხო? ამ შემთხვევაში ეხლა ზოგი მეტყვის თუ აი ჩვენთან ხო არის რომ მოსმენა არ იციან ხოლმე. ეხლა მე ჩამოვაყალიბებ ამ ღირსების შესახებ, მაგრამ სანამ ამ კახეთის ამბავს განვიხილავთ ასე ნაწილ მინდა ორი მაგალითი მოვიტანო ჩემი ცხოვრებიდან და შეაფასებთ მე ღირსებას როგორ და რანაირად უყურებ. ნუ უყურებ ხარისხობრივად, მაგრამ ხარისხობრივად ღირსებას ვერ დაანაწილებ. ის არის ღირსება, რომელიც ადამიანი უფრთხილდება, პატივსცემს, ასე თქვა წითელ ხაზს არ გადახაზავს და ერთ სიტყვით ღირსეულია. დავიწყოთ აი ერთ-ორ მაგალითს ვეთქვი და მე ბოლოს უკვე კახეთის ამბავი განვიხილოთ. გახსოვთ 2 დღის წინ ჩვენ ასეთი ვიდეო ქონდა დედა რო შეგაგინონ რას იზავ და მე განვიხილე ის ჩემ ბიჭთან საუბარი და ბიჭმა მკითხა აი დედა რო შეგაგინონო რას იზავო და მეთქი რას ვიზავ და კითხავ რატო და არა როგორ დედა შეგაგინო რა მნიშვნელობა აქვს ხომ და დაარტყო და მე ვამბობდი რომ არა მე პირველ რიგში კითხავ რატო შემაგინა და მე ასე ავხსენი რომ შეიძლება ვიღაცა საგიჟეთიდან არის გამოსული ადამიანი ან გიჟი რაღაც ნერვოზი აქვს ან რაღაცა ჩხუბი მოვიდა ან რაღაცა და ან ბოლოს და ბოლოს მიზეს მეტყვის რატო და აი მე უკვე
განსაზღვრა დავარტყა თუ არ დავარტყა ან როგორ მოვიქცე მაგრამ ჩემი ბიჭი იზაროს არა რახან დედა შეგაგინა შეღირსება შეგელახა და ვთქვარე მაშინაც ვამბობდი რომ თავარია შედეგი ეხა მე რომ ფსიქიური სამართლებიდან გამოსულ ადამიანმა დედა შემაგინოს და ისცემო კარგი იქნება მაგრამ მართალი ვარ დედა შემაგინა ან ვიღაცა ნერვები მოშლილი აშლილი და იმას გადაუვარო ცემო მართალი ხარ და დედა შენ არა ხარ ხო შენ უნდა განსაზღვრო რა შედეგი იქნება და რა ვიცი ჩემი აზრი რომელი უფრო ღირსეულად იქნები შენარჩუნებული ეხა უპრაგონოდ დედის გინების გუთი დაარტყა თუ რაღაცა რამდენიმე ეტაპის შემდეგ რო კითხა მე მიხედო და გადაწყვიტო ეს საკითხი დარტყმით სხვა მეთოდით და იმით მაგრამ საერთო ჯამში თავარია შედეგი გახსოვთ ხო წინა ვიდეო თუ არ დაგეზარებათ ნახეთ იქ მაგაზე საუბრობ და მანდარი ძალიან მოკლე ესე იგი ჩემი ბიჭი უფრო ღირსეული იქნება თუ მე ვიქნები ღირსეული ჩემი საქციელი და მოქმედებით თქვენთვის მომიდია მე ყოველ შემთხვევაში ჩემი საქციელი უფრო ღირსეული მიმაჩნია და არა მიმაჩნია ალბათ დარწმუნებული ყველა დამეთანხმება ამაში. Ფილოთ მეორე საკითხი მე ხშირად ციხის ამბებს ვიხსენებ და როგორ მახსოვს ციხეში ვზივართ და იქ ხო იცით ახლა როგორი სიტუაცია ვიღაცა ძალა აქვს ვიღაცა ძალა არ აქვს და ახლა ზოგადად ვიტყვი და ერთ ადამიანს მოსთხოვეს ისეთი რაღაცის გაკეთება რომელიც მის ღირსებას გადალახავდა რა მაგრამ ამის სამაგიეროდ პირდებოდნენ კაი ფულს, კაი შემოსავალს, კაი იმას და ეს არ თანხდებოდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ის ამბობდა ჩემი ღირს ამას მე ვერ გავაკეთებ. ამ დროს კრიმინალია ისიც, კრიმინალი, ავტორიტეტია, მაგრამ ისეთი ხო იცი რა როგორ ხდება ძალა, უხეში ძალა დაუპირისპირდა, მაგრამ ერთგან დაუპირისპირდა სამი ადამიანი ძალიან ძლიერები და ითხოვდნენ ამ ადამიანისგან ისეთი რაღაცის გაკეთებას, რაც იმისთვის მიუღებელი იყო. თუ არა თუ ამას არ გააკეთებო, ბოდიშით ახლა იმ სიტყვას არ ვუწყე, განავალი Короче, განავალს გაჭმევთ რა. აი ხე პარაშა ხო არის და რა გიჩერნიაო შენ განავალი გაჭამო და მერე სახელი ბოდიში და იმჭამია იყო, იმიტომ ჩვენ ახლა არ მინდა ამ სიტყვის თქვა, იმიტომ არ მინდა გავაბინძურო ჩვენი ერთ-ერთი განავალ ჭამია იყო თუ კარგად იცხოვრო რა. და არა, ამან არ დათმო და აჭამეს კი აი თელი არ დათმა იმან თავის პრინციპს არ გადაუხვია თავის ღირსებას არ გადაუხვია მაგრამ სამაგიეროდ თელი ეს განავალი სახეზე ეს მთელი ორგანიზმი ქონდა სახეში ისა ნუ გამოიდგინეთ ახლა რა აი ადამიანი რაღაცა პრინციპის გულისთვის დაიმუქრა განავარსავას აი თელი სახე ქონდა ასე წამოსული და ერთ სიტყვით გააბანძეს ის ადამიანი გამოვიდა ციხიდან და დღემდეს ერთ-ერთი პატივსაცემი და ავტორიტეტული ადამიანი და ყველა პატივსაცემს ის ხალხიც ეს ხალხიც მაგრამ რო გაუხსენო ხო რო განავალში იყავი შენ განავალში თუნდა წასული მაგრამ კაციშვილი ამას არ უხსენებს აი აქ სად არის ღირსება ის კაცი ღირსეული იყო თუ არ იყო ღირსეული და მესამე ვარიანტი უკვე ჩემ ამბავს მე მგონი ჩემ ვიდეოშიც ავხსენე აი ომი რო დაიწყო ერთ-ერთ სიტუაციას მე ხო ტურისტული კომპანია მაქვს ხო ესეთი ებრაელი ცოლქმანი ებრაელები მყავდნენ რომელიც ომი დაიწყო და 2008 წელს ყველა უნდა წამოგვეყვანა თბილისში და ეს ცოლქმანი მე მაგრამ შემეწინააღმდეგენ ჩვენ ყაზბეგში ვიყავით და თბილისში უნდა წამომეყვანა და ერთი ამბავი ამიტეხეს რომ ჩვენ ფული გვაქვს გადახდილი და შენ აშუაშია ომია შენ საქმე უნდა გაგა და გიჩივლეთ ნუ არაორდინარულები იყვნენ არაორდინარულები და უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა, იმიტომ რომ წამეყვანა დაიღუპებოდა მე მთელი საერთაშორისოები, ეს საერთაშორისო ორგანიზაციები ყველანი გვეუბნებოდნენ წამოიყვანით აქეთ და ისრაელის საერთაშორისოთან მე ძალიან ახლოს ვიყავი და რომ დაურეკე უთხარი მეთქი აი ესეთი ასე მე უხერხო მდგომარეობაში ვარდები ახლა რა უყო ახლა ასაკოვანი ქალი და კაცი იყვნენ სადღაც 60 წლამდე იყვნენ და მოკიდე ქეჩოში და მეთქი როგორ მოკიდე ქეჩოში არა მე რა თქმა უნდა ცოტა ვიეშმაკე რაღაცა მაგრამ ბოლოს მაინც მომიწია ცოტა ძალადობის ძალის გამოყენება იმიტომ რომ მანქანიდან არ მანქანაში არ ჯდებოდა და აი ესე ჩავტენე და მე ერთმე გადმომიხდა და მე მომიწია ძალის ხმარება და სანამ თბილისში ჩამოვიყვანე მე მუქრებოდა იმას გიჩვილი ამას გიჩვილი შენ ვიცო აი ესეთი სიტუაცია იყო ეხა მე ხელი არ დამიტყია, მაგრამ ვეჯიკავებოდი რა, ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია იყო, ეხა მე ახალგაზრდა კაცი და ეს ისა და რო ჩამოვიყვანე თბილისში, ეს ისრაელის დაცვა მოვიდა
მოკიდეს ამ ათხეში წაათრიას. კაციშვის არ უთქვია პირიქით, მე რამდენიმე დღის შემდეგ მადლობას მითხრეს. კაციშვის არ უთქვია, რომ მე ზედმეტი მომივიდა და ის არის რაღაცა და აი ხა ჩათვალეთ ახლა ჩემი სექციელი ეს ღირსეული იყო თუ არ იყო ღირსეული. აი სამი მაგალითად და რამდენი ასეთი მაგალითად აი ესე ამ ღირსებაზე დაუბრუნდეთ და დაუბრუნდეთ ახლა ამ კახეთის ამბებს. ხო იცით კიდევ ეს რა გამახსენდა იცი? ერთხელ ყონდა კიდევ რაღაცა შემთხვევა კონფლიქტი სხვათა შორის რუსებთან მომივიდა და რაღაცაზე არ თანხმდებოდი, იმიტომ ამას მე ვერ გავაკეთებ, ის უნდათ, რა ქვია. ქუჩის ქალები უნდათ რა, ტანკები და რაღაცა და ჩვენ ფულს გიხდით და შენო ძმაო აქო, შენ ფულს რო გიხდიო, ჩვენ თუ მინდა თუ ტურისტული ქვეყანა იყოთო, ზოგიერთ რაღაცებზე უნდა დახუჭო თვალებიო და ზოგიერთ და მეთქი არა, ამას არ გავაკეთებ რა და აი პრინციპზე დავჯექი რა, იმიტომ რომ ეხლა საქართველოს არ არის მარტო წადი იგულავე, გოგილა აქალები მოიყვანე ეს დალი ეს და მე ჩემ პრინციპზე დავდექი და აი ესეთი შენ თუ გინდა ფული ძმაო, უნდა მოითმინო რაღაცეები და ზოგჯერ ჩვენი რაღაცეები და მეთქი არ გამოვა, მეთქი მანქანიდან წადით მეთქი და წავიდა მე გარჩევები, გამორჩევები და იმიტომ რომ მე უთხარი ჩვენ რაღაცა არის რაღაცა ის რომელსაც არ უნდა გადალახოს, იქ ცოტა მომენტი იყო ქალები მე რა პუტისა ვარ შუტინიორი და ისა მე მოვედი რომ ეს ხუზე გაგაცნო და მე შენ ფულს გიხდი თქვა $100 ნაცვლად გადე $500 ის მომიყვანე ეს მომიყვანე ის მე რა შენი ცუცუკა ვარ ასეთი აზრი გამოდიოდა და მე უთხარი მეთქი არა არის ისეთი რაღაცეები რომ მე მაგას ვერ გავაკეთებ და იმან ცოტა შენ ამას გიტირებ იმან ვერაფერსაც ვერ მიტირებ ნო მე ჩემი პრინციპი გა მე ზედმეტი არ მithქვია შენთვის და შუა გზაში ჩამოვყარე იქ მე საერთო ჩაერთო სხვათა შორის რუსეთის საერთო მაგრამ ხმა არ მოუღიათ აი ესე წნარად გამოვედი იმიტომ რომ მე ჩემი მხრიდან ზედმეტი არ გამიკეთებია და ღირსება მაინც შევინარჩუნე თუმცა ის იძახის ბიჭო ფულს გაძლევსო ამდენ ფულსო და რაღაცაო ხო იცი ამაზეც მე ვიტყვი აი ეხლა ხო არის ბიჭო ნუ ამას მე ცოტა რუსების ამბავში მე გეტყვით დაუბრუნდეთ ამ კახეთის ამბავს ეხლა კახეთის ამბავი ეხლა რა თქმა უნდა მიდის საუბარი ის მართალია ეს მართალია აი მაგალითად ამ ბიჭს ჭიღლაძეების მას შეიძლება რაღაც ყნარად ახლა სხვა გზა მოენახა ნუ ხედავ რომ ვიღაცა რუსია თუ ვიღაცა ისა არაადეკვატურია ხო ეხა იქ წავიდა ზოგი იძახის რომ მე იმ ქალებსო ქორწილში დავპატიჟებდიო შამპანებს აუტანებდიო მოვეფერებოდი ნუ 1000 მეთოდებს ამბობენ ამ ბოლოს რა გახდა დაცვისთვის დაეძახა პოლიცია ნუ ბევრი მეთოდები და ამ ჩვენმა ახალგაზრდა ჩვენმა თანამემამულემ ავიდა და ისე მოხდა რომ კი ამ შემთხვევაში ის მართალია თუ არა აქ მიდის თვალება რომ ეს კაცი რო ავიდა არ უნდა დაეთყა ხელი მეც ვეთანხმები ალბათ არ უნდა დაეთყა მაგრამ ეხლა მეორე მხრივ ვერ მოითმინა ვერ გააკონტროლა მე დარწმუნებული ეს ჭიღლაძე ხო დარწმუნე მე რო გამოვიდა მე ვინანეო მართლა ინანე ეხლა ადამიანი ტვინი შეიძლება ჩაეკეტოს ხო და ასე რაღაცა მოუვიდეს მაგრამ იცი რა არის აი ეგ უნდა კი მესმის ისიც ღირსებას იცავდა როგორ ქართული აი ვიღაცა რომელიც ყოფითი რაღაცაა და ამ დროს პოლიტიკურში გადავიდა და რას ვფიქრობ იცი ასეთ რაღაცას რო აკეთებ უკვე ცოტა უნდა დაფიქრდე ხო რას მოყვა აი ხა მე მესმის რომ ემოციას ვერ იკავებ ის თვანები არიან მაგრამ მაინც უნდა დაფიქრდე რა მოყვება პირველ რიგში რომ ქორწილი ჩაიშალა იმ ძმის გულისთვისაც ვის გულისთვისაც ასე თავი გამოიმეტა იმ ძმამ იმას ჩაუმწარდათ იქ გახმაურდა კი შეიძლება ეს ჭიღლაძე ცნობილი ადამიანი გახდეს მაგრამ ყოველთვის ვიღაცა გამოჩნდება რომელიც თითით მიუთითებს ზოგი კი აუ ღირსება დაიცვა ან ბოლოს და ბოლოს უკვე იქამდე მივიდა რომ ეს შემთხვევა პოლიტიკურ განხილვად გახდა და მთელმა მსოფლიომ დაიწყო და იქ ხა ამას მოყვება ტურისტები არ მოდიან, რუსები არ მოდიან, ის არ მოდიან, იქ სასტუმროები დაზარალდებიან, მთელი ისინი მოუნდებიან, მაგრამ ყველაზე ისინი იძახიან რომ ისე უნდა გაგეკეთებინა რომ ეს არ გახმაურებულიყო, თუნდაც აი როგორ უცბად რაღაც მოხდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო. ეხლა ის პროვოცირებულია, არ არის პროვოცირებული, მაგრამ მაინც აი ღირსებას რო იცავ, ყოველთვის უნდა დაფიქრდე რა არის შენი ღირსება და ეხლა მესმის ეხლა ჩვენთან ეხლა რო დარბიან ეხლა ნებისმიერი ქართველი აიღებს ღირსეულია ხო? ეხლა ხო არიან ოცნებისტები და ეგ ოპოზიციონერები და ყველა ღირსებას იცავს, მაგრამ
ღირსებასაც გააჩნია ხარისხი და ღირსებას რა მოყვება. ეხლა ეს მაგალითები რომ მოიყვანენ დედის გინებაზე, ჩემი აზრი ღირსეულია თუ არა, რომ კითხავ რატომ აგინებ, ანის განავალი რო წაუსვის, ერთ-ერთი პატივცემული ადამიანია, მაგრამ ოდიში და ვიცით რომ განავალი აქვს სახეზე წასული. ან მე რომ მოვიქეცი სიტყვაზე ხარ, აი ისე კი არ მინდა რომ მევთხა მარტო მე. აი უნდა რაღაცა უნდა გააკონტროლო და სხვანაირად არ გამოდის. აი ეხლა აკაცუკებს რო ეძახიან და ეხლა აკაცუკებს არ უყვართ ქვეყანა, მაგრამ აი საქართველოს ღირსებას ვიცავ და როგორ იცავ, აი გით დათვებს რუსებს დედა უნდა უტიროთ და კი შენ ღირსეულად გონია რომ ვიცავ, მაგრამ სასაცილო რო გამოდიხარ და უაზრო რო გამოდიხარ, არ ჯობია, იმიტომ ისტორიას არის არ უყვები, იმას არ უყვები, აი ისი თქვა მე და ღირსებას აქვს თავისი სახე და შედეგი რა. შენ თუ ღირსეულად მოიქეცე და უღირსად დაამთავრე ის საქმე, რა გამოვიდა? ეხლა ეს ბიჭი რო ავიდა, რო აშულიყო წყნარად რაღაცა მოეგვარებინა, უბრალოდ ეს მუშტი არ დაერტყა. აი ეს აბერკოტი არ გაეკეთებულა, ღირსეულად ხო გამოვიდოდა. მე არ ვიძახი ის რუსები, გიჟები, გადარეულები, ახლა რუსი ქალები დათვრა არ და რუსია, იტალიელია თუ ებრაელია რა მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყოველთვის ახლა მან ძირთადი მიდით ჩვენ ახლა ვსდიან იმით რომ ქალებს უნდა ვცეთ პატივი და ბუნებრივიც არის, მაგრამ იცით რა არის, აი ხა წეგანას ვფიქრობ, ეს მოიტანა ამ ლიბერალმა, ამ თავისუფალმა გარემომ, აი ყველას მე ვადებული არა, უყურე როგორ არის, მე ვიცავ ჩემს ღირსებას, იმიტომ რომ მე ეს როგორ ვთქვა, არა მაგ დავიცვა, არა მაგ უფლება დავიცვა ჩემი ღირსება, აი ესე უდგებია, ბიჭო, როგორ არა ყველამ უნდა დაიცვას ღირსება, მაგრამ ბიჭო დაფიქრდი რა მოყვება ამას რა მოყვება. ეხლა წეღანაც მეურდები ის რომ სახეზე ბოდიში და ეს რომ განავალი რომ მიადეს, იმან ღირსება დაკარგა. აი აბა რუსეთსო დედა არ უნდა აბა უნდა მიუწვეთ, ვინ გეუბნება უნდა მიუწვეთ, ღირსეულად უნდა მოიქცეთ, ღირსეულად. ეხლა რა მოხდა ეხლა? მეთმა ეს ქორწილი ხო ასეთი დღეს ასას აი ამდენი ხანი ემზადებოდნენ და ვიღაცა მიჩავჯო. რა შედეგი რა? ამდენი ლაპარაკი, ამდენი უარყოფითი ემოციები, ამდენი ისა და მერთმა იცის კიდო მომავალში რა მოყვება ამას და სამწუხაროდ აი ესეთი რაღაცები ხდება, მაგრამ ესეც არ არის ხო რასიზა, უნდა ჩვენ რითი დავიწყეთ ლაპარაკი, მე მიჯნები ძალადობას, მაგრამ აი მაგრამზე ლაპარაკობთ ამ ღირსებაზე და ამ თემაზე ალბათ ჩვენ ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი. ღირსება, რა თქმა უნდა, ყველა ღირსება, წეღანაც რო ღირსება არის შენი ფასეულობების მიმდევარი იყო, ის უნდა შეინარჩუნო და შენარჩუნებასაც გააჩნია როგორი შედეგი დამთავრდა. თუ შენ ეს ღირსეული საქციელი უღირსო შედეგით დამთავრდება, ყველაფერი წყალში იყრება და მე ისიც უნდა განსხვავოს შენს უკან კიდო ხალხი დგას. აი ხა წარმოიდგინე რა, აი ეხლა ცოტა ჟარგონულად ვიტყვი ამას და შეიძლება კი გამოდიხარ ბანძი ვისა ბიჭო, ქალს არ ტყავ, ქალს მოერიე, აბა ყოფილიყო ის კაცია რაღაცა, აი მაშინ რას იზავდი. ხო, მაგრამ მე იმას კი არ ვიძახი, ის ქალი მართალია თუ კი, რა თქმა უნდა, იმ ქალმა თუ დაინახა რაღაცა და იქ ზედმეტები მოუვიდა და ეს მოუვიდა და ის მოუვიდა, გასაგებია, მაგრამ ხო ხედავ არაადეკვატურია და შენი ღირსება სისულელეში თუ გადახვედი და რაღაც უაზრო გარჩევებში ის მართალია, ეს მართალია და მარასში რო ვარდებით, ესეც ფაქტია. აი ამის თქმა მინდა და მეგობრებო, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა თავისი ღირსება უნდა დაიცვას, გამორიცხულია. თუ შენ ღირსებას არ დაიცავ, მაშინ რა ხარ, არაფერი, სახარ, რა ქვია, ჰაერი კაცი და ჰაერი ქალი და ჰაერი ადამიანი, მაგას არ არის ადამკაცი. უნდა იყო კაცი, უნდა იყო ქალი. შენი ღირსების მატარებელი და თუ ზოგჯერ არის ხოლმე, შენი ღირსება ჩემთვის უღირსია. კაი, გასაგებია, შენ თუ ჩემი საქციელი უღირსია, მაშინ ისე გავაკეთე, რომ ღირსეულად დამიპირისპირდე, აი ომებში რო ახონე, ხო? აქეთ ერთი კაცი მოსაკლავად მიდის, მეორე მოსაკლავად, მაგრამ არის ომში ისეთი რაღაცები, რომ აი იხიდნურად და გოთვენულად არ უნდა გააკეთო, ხო? აი ომებში ადამიანი მოსაკლავად მიდის, კაცის მოსაკლავად იცნობენ და იქ ღირსებებზე ლაპარაკობენ ყოველ შემთხვევაში და დღევანდელ სამყაროში და დღევანდელ ურთიერთობებში ლაპარაკობენ ღირსებებზე, მაგრამ ღირსებების სრული და ფაქტ ესეთი
სრულყოფილი ცნობიერების ნაკლი არის ეს ფაქტი. აი ეს ამის თქმა მინდოდა მეც მეგობრებო და ჩვენ წეღანაც კი ამაზე ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი და თავარია გაუთხიდეთ ერთმანეთს ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვერ გაუგოთ ან შენი მიმართულება სხვა იყოს ჩემი სხვა იყო მაგრამ იმდენი უნარი უნდა გქონდეს რომ დავждეთ დავილაპარაკოთ და შედეგებზე ვიფიქროთ რა რას მოყვება და საერთო ჯამში ჩვენ რაც არ უნდა მართლები ვიყო და რაც არ უნდა ის ერთი მუშტის დაქნევა ფაქტურად უნდა თქვა საბანძეში მოვხდით და ესეც ალბათ ჩვენი ჯვარია რომელსაც უნდა გაუძლოთ და ჩვენ დანარჩენმა სხვა ქართველებმა თუ ეხლა მე ვიცი სადმე რო წავა და რომეთყვა ტოტი და ვინახა შენ რომეთყვიან ქართველი რა თქმა უნდა ის კი უნდა გაახსენდეს რომ აი ვიღაცა მე ქალებს ცემდა რა ქვია ქართველი რუს ქალებს ცემდა არამედ უნდა გაახსენდეს რომ აი რა ხისეული კაცია რა კაი საქციელია უნდა გაახსენდეს სხვა და რა მაინდა-მაინც ამ ცუდით უნდა გავახსენოთ ხო გავახსენოთ ჩვენი კარგით და ამისთვის არის საჭირო ცოტა დაფიქრება, ცოტა გაანალიზება და ემოციების მოთოქვა. მაგრამ გაანალიზება, იმიტომ რომ ისე და ისე ვიძახით ჩვენ ფორუმზე რო გვაქვს. ადამიანებს ეზარებათ ფიქრი და ამ ფიქრიდან გამომდინარე ეხლა იმ ვის ცოტა რომ დაფიქრებული იყო, ცოტა რომ არც ავიდოდა ეგ, ან თუ ავიდოდა სხვანაირად ავიდოდა, ან სხვას აღზარნდა და იმ შედეგსაც არ მიიღებდა, რასაც გვია ქორწილის ჩაშლა, ამდენი ხალხის ნერვიულობა, რა ვიცი, დღემდე არჩევენ ამ საქმეს, ხო? იმის მაგალითად ჩავფარწვა რაღაცა დავმაროთ, არა. ნუ ეს უკვე სხვა თემებია, მაგრამ საბურო ჯამში რომ მოხდით არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ იმაში ეს ფაქტია. მაგრამ რას იზა? ცხოვრება გრძელდება, ეს სიტუაცია ადამიანები ვართ, ადამიანი ცოდული ბუნების არის, ცოდული ბუნების მატარებელია და სამწუხაროდ ეს ცოდვები და ეს უკონტროლება გრძელდება. და ჩემი სურვილია კი არა ყველა სურვილია რომ დაუფიქრდეთ სიტყვა ღირსებას და ნებისმიერ სიტუაციაში ვიყოთ ღირსეული. აი თუნდაც ეხლა რა დღეში ვიყავი ხო მაგრამ ისე გამომიყვანეს წყობიდან ეხლა ცდილობდნენ გამოიყვანა და ჩემი ცხოვრები დამეთანხმები არის ხოლმე ასეთ რაღაცეები მაგრამ უნდა ვიყოთ ღირსეულები შვიდად და ოქროს წესი ყველაფერში შევინაცვლოთ სიმშვიდე სიწყნარე და ზომიერება და არ ვიზარმაცოთ არ დაგვეზაროს ფიქრი ყველას გისურვებთ ბედნიერებას სიხარულს სიმხნევეს და შევხვდებით იმედია საინტერესო ვიდეოებში რატომ? იმიტომ რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს გავუზიაროთ აზრები და ეს ქვეყანა და ეს სამყარო რომ ბედნიერებისაა გაჩენილი ეს ბედნიერება შევიქოთ. კარგად მეგობრებო, კარგად ვიყოთ ღირსეულები.